აქვს თუ არა აზრი პროგრამირებისა და web development-ის სწავლას იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის იარაღები ძალიან სწრაფად ვითარდება და მათ კოდის წერაც მშვენივრად ისწავლეს. მე ოთარ ზაკალაშვილი ვარ. ეს Bitcamp-ის არხია და მოდით განვიხილოთ ეს საკმაოდ მწვავე და ძალიან ხშირად დასმული შეკითხვა. პირველ რიგში გავიხსენოთ ისტორია. დაახლოებით 2010 წლიდან 2020-21-22 წლების პერიოდამდე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ იყო განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, დიდი ბუმი web development-ზე. ასევე mobile development-ზე და mobile აპლიკაციების კეთებადაც. ეს ის პერიოდია, როდესაც მიჯნაზე ვართ web აპლიკაციების, ასე ვთქვათ, შესაქმნელი ტექნოლოგიების ჩასახვის მიჯნაზე. რას გულისხმობ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერჯერობით React-ი და მსგავსი, ასე ვთქვათ, ფრეიმვორკები და მოქნილი ხელსაწყოები ჯერჯერობით არ არის გამოჩენილი ბაზარზე, არსებობს რაღაც სხვადასხვა ტიპის მცდელობები, ასე ვთქვათ, მაგრამ არაფერი ისეთი კომპლექსური, რასაც დღესდღეობით ვართ მიჩვეული, რომ ჩვენს ბრაუზერებში ფაქტობრივად სრულ მასშტაბიან web აპლიკაციებს ვაკეთებთ. და აი ამ პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად ბაზარზე იყო პროგრამისტების დეფიციტი. კარგი პროგრამისტის პოვნა ხო საერთოდ შეუძლებელი იყო და ზოგადად პროგრამისტის პოვნაც ძალიან ისეთი დეფიციტური ამბავი იყო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანი სწავლობდა პროგრამირებას. მაგრამ მოვიდა 2019-20 წლები. რაღაცნაირად სამყაროს დაგვემართა ის უბედურება, რაც COVID-ის სახით მოგვევლინა და ამან გამოიწვია, რომ ძალიან ბევრ ადამიანმა გადაწყვიტა საკუთარი, ასე ვთქვათ, საქმიანობა შეეცვალა. უმეტესობამ, რა თქმა უნდა, იძულებით COVID-ის გამო. ეს ერთის მხრივ რაღაცნაირად კარგიც აღმოჩნდა, იმიტომ რომ აი ეს დეფიციტი, რომელიც პროგრამისტების სამყაროში არსებობდა, არა უბრალოდ შეივსო, არამედ პირიქით გადააჭარბა კიდევაც ყველანაირ საჭიროებას, რაც მაშინ არსებობდა. თუმცა მაშინ ეს აი განსაკუთრებით COVID-ის პერიოდში იმდენად ძლავრად, იმდენად არ გამოჩნდა, რომ გადააჭარბა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც პროგრამისტები ემზადებოდნენ, დამწყები პროგრამისტები, როდესაც ემზადებოდნენ დასაქმებისთვის, აი ამ პერიოდში ძალიან მარტივად საქმდებოდნენ, გულისხმობ 2020, 21, 22 წლებს, უკვე აი 23 წლიდან უკვე ძალიან გაჭირდა სიტუაცია რა. მაგრამ აი განსაკუთრებით მაგ პერიოდში რამდენიმე თვე რომ გემეცადინა და მომზადებულიყავი შანსი იმისა, რომ კარგ ნორმალურ სამსახურს იპოვიდი, საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით ინგლისური თუ იცოდი ხო საერთოდ. რატო ხდებოდა ესე? იმიტომ რომ ამერიკის მთავრობამ ძალიან ბევრი ფული დაბეჭდა, ეს ფული დაურიგა არა მარტო ადამიანებს, არამედ კომპანიებსაც, მერე ადამიანებს, ვისაც ეს ფული, ასე ვთქვათ, შეიძლება არ ჭირდებოდათ და არ იცოდნენ სად წაიღოთ, დაიწყეს სტოკების ყიდვა, სხვადასხვა კომპანიების აქციების და შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიებს გაუჩნდათ, რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტი და მეტი ფული, სულ უფრო მათი როგორც კომპანიის შეფასება გაიზარდა ასევე, რადგან მეტი ადამიანი ყიდულობდა მათ აქციებს და ეს ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები იყო და მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა ამ კომპანიებსაც ბევრი ფული აქვთ, ადამიანებსაც რაღაცა ბევრი ფული აქვთ, არ იციან სად წაიღონ, ფაქტ ბევრი იყო, შეიძლება ყველა და მასიურად ესე, მაგრამ ბევრი იყო ესეთი კომპანიების და ადამიანების და როცა ბევრი ფული გაქვს, რა უნდა ქნა, განვითარებაზე უნდა დახარჯო. და ამ კომპანიებმაც მასიურად დაიწყეს პროგრამისტების დაქირავება. აი ამ COVID-ის პერიოდში, აი ამ ამერიკის მთავრობის ფულის ბეჭდის ფონზე. ეს ევროპაშიც მსგავსად მოხდა და ბევრგან მოკლედ ასეთი ინტერვენცია მონეტარული მოხდა. აი ხა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩვენთან, პროგრამისტებთან? ის კავშირი აქვს, რომ რეალურად სულ უფრო მეტი ადამიანებს ქირავობდნენ რაღაც მომენტამდე და მერე უცებ არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი Amazon-ი იყო პირველი, რომელმაც თუ არ ვთქვი 2022 წლის ბოლოში, ზუსტი თარიღები აღარ მახსოვს,
რამდენიმე 1000 ადამიანი გაუშვა უცებ სამსახურიდან. ამას მოყვა მე მგონი მე მალევე მეტაც თუ არ ვცდები Google-იდანაც გაუშვეს ბევრი თანამშრომლები და მე მიყვა და ნუ უпростоრად მე ეხა გამახსენდა ილონ მასკმა რო Twitter-ი იდა მაგ პერიოდში მე მგონი ილონ მასკმა გაუშვა პირველად თუ შეიძლება არასწორად მახსოვს შემისწორეთ კომენტარებში და მაგან დაიწყო მოკლედ დომინოს პრინციპით მიყვა და სხვებმაც ასე ვთქვათ ისე თითქოს ისე მოხდა რომ თითქოს ელონ მასკმა ამას წინაპირობა შექმნა თუმცა ყველა ელოდებოდა რაღაცას და ეს ნაბიჯი სხვებისთვისაც კატალიზატორი აღმოჩნდა და შემდეგ უკვე ისეთი სიტუაცია გაჩნდა რომ ნუ აი ვიღაცები ხო დასაქმებულები იყვნენ ვიღაცები ხო ემზადებოდნენ რომ ამ პროფესიაში უნდა შემოსულიყვნენ აი ვინც დასაქმებულები იყვნენ იქიდან ბევრმა უკვე დაკარგა სამსახური და ვინც ემზადებოდნენ რომ ამ პროფესიაში უნდა შემოსულიყვნენ ის ადამიანები იმ ადამიანების უმეტესობამ ვეღარ დაიწყო მუშაობა და საშინელი იმედგაცრუება გაჩნდა ამ ბაზარზე და ამას დაემატა ისიც რომ უკვე ChatGPT გამოჩნდა და ChatGPT-ს პირველივე ვერსიაში ჩანდა რომ კოდის გენერაცია შეეძლო, თუმცა 1000 გვარი მითქმა ისეთი ასეთი და რომ აი ვერ ანუ წესიერად არ მუშაობს, ბაგები აქვს, ისა აქვს, ესა აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც დრო გადის უმჯობესდება და ასევე არამხოლოდ AI გენერატორები, როგორც ChatGPT-ა, როგორც Claude-ია, ესენი უმჯობესდებიან, არამედ უმჯობესდება კონკრეტულად პროგრამისტების უნარებიც თუ როგორ უნდა გამოიყენონ AI იარაღები ისე, რომ კოდიც მაღალი ხარისხის გამოვიდეს და ბრმად არ წერონ და ბრმად არ აწერინონ რა. შესაბამისად, გამოცდილი პროგრამისტების ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა ბაზარზე, ხოლო დამწყები პროგრამისტების ღირებულება არა უბრალოდ შემცირდა, თითქმის აღარ არსებობს. ანუ დამწყები პროგრამისტი რეალურად ეხლა ამ ეტაპზე ძალიან კარგად თუ არ არის მომზადებული რაღაცეებში და ფაქტობრივად AI-ის გამოყენებაც ძალიან კარგად თუ არ იცის და დაახლოებით საშუალო middle level developers რო ეძახდნენ მინიმუმ მაგ დონის developers თუ არ უწევს თავისი პროდუქტიულობით კონკურენციას მაგ შემთხვევაში ძალიან ძნელია რომ რომელიმე კომპანიამ დაიქირავოს დღესდღეობით ამერიკის ბაზარზე ეგეთი სტატისტიკაა რომ მინიმუმ შენ უნდა ღირდე წელიწადში $100,000 შენთვის ანუ რას ნიშნავს ეს რომ წელიწადში $100,000 გადახდა უნდოდეს შენს უნარებში კომპანიის იმას რა ქვია მენეჯმენტს იმისათვის რომ დაგიქირავონ თუ 100,000-ზე ნაკლები ღირ ხარ როგორც პროგრამისტი ან როგორც ინჟინერი ჩათვალე რომ არაფერი არ ღირ ხარ ანუ ესე შეგიძლია ჩათვალო იმიტომ რომ თუ მაგდენი გამოცდილება არ გაქვს რომელშიც 100,000 მაინც გადაიხდიდნენ ხო არ აწყობთ დაქირავება იმიტომ რომ მინიმუმ ასეთი გამოცდილების მქონე ასე ვთქვათ ადამიანისგან გაცილებით მეტ ღირებულებას მიიღებენ და თან ბაზარი აღარ არის დეფიციტური, ძალიან ბევრი პროგრამისტია და შესაბამისად არჩევანი ეხლა უკვე კომპანიების მხარეს არის. აქამდე თუ ჩვენ პროგრამისტები ვწყვეტით ძალიან ბევრ რამეს, ახლა კომპანიები წყვეტენ ძალიან ბევრ რამეს და ეს ესე საქანელასავით არის რა, ხან იქით არის და ხან აქეთ არის. ეხლა ეგეთი დროა, რომ კომპანიები წყვეტენ ძალიან ბევრ რაღაცას და არა დასაქმებულები და შესაბამისად თქვენ ამ დროს უკვე გაქვთ იმის საჭიროება რომ არა უბრალოდ კარგად მოემზადოთ მხოლოდ კარგად მომზადება აღარ კმა რა ძალიანაც უნდა გაგიმართლოთ მაგრამ ამის გარდა ზოგადად კითხვა ისევ იმ კითხვაზეა პასუხი გასაცემი ზოგადად ღირს თუ არა web development-ში თავის დამკვიდრება აი ახლა აი ამ დროს როდესაც უკვე AI იარაღები ისეა განვითარებული რომ მაგალითად მარტივი ვებ გვერდების გასაკეთებლად აღარ გჭირდება ფაქტობრივად დიზაინერიც კი შეიძლება არ დაგჭირდეს არა მხოლოდ დეველოპერზეა საუბარი lovable.dev-ზე რო შეხვიდეთ და
სცადოთ ვებგვერდის დაგენერება, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ და თან ბოლო ფიჩერები და ბოლო აპდეიტები ისეთები დაემატათ, თუ არ ვცდები უკვე იქითკენ მიდიან, რომ კონტენტ მენეჯმენტ სისტემაც რაღაც დონეზე ექნება შიგნით ჩაშენებული თავისი ჰოსტინგით, ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ და შესაბამისად არანაირი რაღაცა ილუზია არ უნდა გქონდეთ იმის რომ მარტივ საიტებში თუ ადრე ჩვენ პროგრამისტები რაღაც პრემიუმს ვახდევინებდით დამსაქმებლებს ან დამკვეთებს ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ამ პრემიუმს არავინ აღარ გადაიხდის. ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ დამსაქმებლები თვითონ ადგებიან და Lovable-ზე შევლენ და თვითონ დააგენერირებენ საიტებს. ბევრი იქნება ეგეთი, ვინც მაგას გააკეთებს. მაგრამ ასევე ბევრს დაჭირდება მაინც თქვენი დახმარება, ექსპერტიზა, web development-ის ცოდნა და ასე შემდეგ. ოღონდ უნდა გესმოდეთ, რომ ეს ექსპერტიზა რაღაც დონის მერე არის, ანუ მე თუ მჭირდება უბრალოდ ძალიან მარტივი ვებსაიტი, სადაც რაღაც წერია ჩემზე და დიდად მნიშვნელობა არ აქვს, რა დიზაინი იქნება, დიდად მნიშვნელობა არ აქვს. აგერ ჩემ რაღაცა პანძი რაღაცა ლოგო მაქვს, პატარა ის მაქვს, რა ქვია, კომპანია, რომელსაც უბრალოდ ონლაინ პრეზენსი ჭირდება და მეტი განსაკუთრებული არაფერი. მაშინ შეიძლება მე თვითონ დავაგენერირო Lovable-ზე შევიდე, დავაგენერირო და მორჩა, მაგრამ თუ რაღაც ცოტა უფრო რთული და კომპლექსური მჭირდება, მაშინ უკვე რეალურად ჭირდება პროგრამისტი, რომელიც ამ რთულს და კომპლექსურს გამიკეთებს. განა, იმიტომ რომ AI-ს არ შეუძლია რაღაც რთული კოდის დაგენერება. კი, მაგრამ ერთი უნდა იცოდე AI-სთან წესიერ კომუნიკაცია. მერე მისი მიერ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შეცდომებს უშვებს მის მიერ კოდის დაგენერებული კოდის შემოწმება უნდა შეგეძლოს. რაღაც მართლა სერიოზული და რაღაცა საპასუხისმგებლო საქმეს თუ აკეთებს შენი პროგრამა, შენი ვებ აპლიკაცია, შენი ვებ სისტემა, იქ განსაკუთრებით თუ ფულთან არის საქმე და ონლაინ კომერციასთან და ასე შემდეგ, იქ გასაგებია რომ გაცილებით ფრთხილად უნდა იყო და ეს security-ს თემა და cyber security-ს თემა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მოკლედ ძალიან ესეთი პროგრამისტის, web developer-ის პროფესია, რომელიც აქამდე თუ იყო, რომ HTML, CSS-ი, JavaScript-ით შეეწები რაღაცები და აწყო web აპლიკაცია, აქედან ინაცვლებს იქითკენ, რომ რეალურად მოდი აბა ახლა რაღაც გავაკეთოთ უფრო ღირებული, ვიდრე უბრალოდ სავიზიტო ბარათია. ანუ ფაქტობრივად აქამდე web developer-ები ფონს მარტივად გავდიოდით სავიზიტო ბარათების კეთებით ძირითადად რა. კაი, ცოტა უფრო კომპლექსური სავიზიტო ბარათებით, აი CRUD ოპერაციების მქონე სავიზიტო ბარათებით, ანუ რაღაცა მცირედი CMS, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებიც ქონდა ჩვენ სავიზიტო ბარათებს, ანუ ჩვენ იმ ვებგვერდებს, რომლებსაც ჩვენ კომპანიებისთვის ვაკეთებდით, ხო? ხო და დღეს გაცილებით გაიაფებულია, თუნდაც CRUD-ის შესაძლებლობების მქონე სავიზიტო ბარათების კეთება ძალიან გაიაფებულია, ძალიან. ეს არ ნიშნავს, რომ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ბევრ ფულს ვერ იშოვით და იმდენ ფულს ვერ იშოვით, რომ ყოველ შემთხვევაში რითაც კმაყოფილი იქნებოდით აი ამ საქმიანობით. თუმცა ისევ არ გავეცი იმ კითხვას პასუხი ბოლომდე რეალურად ღირს თუ არა პროგრამირებისა და ვებ ტექნოლოგიების სწავლა დღეს. თუ ჩვენ ჩავთვლით იმას, რომ ის web development-ის ბაზარი მხოლოდ ის ბაზარია, რომელიც აქამდე ჩვენ ვიცოდით, აი 2010 წლიდანაც ვითარდებოდა და 2022 წლამდე რაც მოვიდა, ხო? და ეხლა მე AI-ის გამოჩენის შემდეგ რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, ხო? თუ ჩვენ იმ წარსულში დავრჩებით და ვიტყვით, რომ აი როგორც მაშინ ვაკეთებდით, იმ საქმის კეთება გვინდა და იმ ბილიკის გავლა გვინდა ზუსტად, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ აზრი არ აქვს, თუ თქვენ მაგ წარსულში დარჩენას აპირებთ, ხო? მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ აზრი არ აქვს თქვენთვის პროგრამირების სწავლას და არც იმას აქვს აზრი, რომ ვებ ტექნოლოგიები ისწავლოთ. იმიტომ რომ მაგ წარსულში ჩარჩენა ნიშნავს, რომ რაც უფრო დრო გავა, რაც უფრო მეტი ახალი
AI იარაღები გამოვა, სულ უფრო მოგაკლდებათ და მოგაკლდებათ საქმე და სულ უფრო დაიკლებს თქვენი ღირებულება როგორც პროგრამისტის და თქვენ თუ სავიზიტო ბარათების და მაგდონის ვებგვერდების სპეციალისტობა იქნება თქვენი მიზანი და უფრო კომპლექსურზე არ გსურთ რომ გაიქაჩოთ, ასე ვთქვათ, მაშინ ხო, მაშინ უნდა შეეგუოთ იმას, რომ აქ თქვენი ფასი ძალიან დაბალი იქნება და სულ უფრო შემცირდება. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება 100%-ით გაქრეს, მაგრამ აუცილებლად შემცირდება და საკმაოდ სწრაფი ტემპით. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვინდა, რომ წარსულში ჩავრჩეთ? უნდა აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგცემს დავინახოთ დღეს რა ჭირდებათ კომპანიებს იმ ადამიანებისაგან, ვინც ვებ ტექნოლოგიებისა და პროგრამირების, ვისაც ვებ ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ცოდნა აქვს და აი რაც დღეს შეიძლება თანამედროვე კომპანიებს და თანამედროვე პროფესიონალებს ჭირდებოდეთ, აი იმ საკითხში დავეხმაროთ ბაზარს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ აქამდე მარტივი რა იყო, იცით, რომ აქამდე რაღაცა ძალიან გაკვალული გზა იყო, რომ გეგონა, რომ აი ფიქრობდი, რომ web development-ს ვისწავლი და ყველა სჭირდება webგვერდი, ყველა სჭირდება web აპლიკაცია და ანუ შესაბამისად მექნება იმის შანსი, რომ რაღაცა გავაკეთო. ეხლა ესეთი გაკვალული მაინდა-მაინც არ არის, მაგრამ ნელ-ნელა გამოჩნდა კონტურები სხვადასხვა მიმართულებებით ბაზარზე, თუ რა იქნება და რა ხდება დღესდღეობითაც პოპულარული, რა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფები შეიძლება დაჭირდეს ბაზარზე, არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ სხვადასხვა თავიანთი საქმის პროფესიონალებს, კონკრეტულად ინდივიდებს. და როგორ შეიძლება ეს აღმოჩნდეს იმაზე გაცილებით უფრო მოთხოვნადი და იმაზე გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, მეტი საქმე გაჩნდეს ბაზარზე და თან გაცილებით უფრო ძვირადღირებული და ძვირფასი, ვიდრე გასული 10-15 წლის განმავლობაში web development-ი იყო. დიახ, ანუ ასეთი კონტურები ბაზარზე არსებული ახალი ნიშების უკვე გამოჩნდა. და დღეს მე ერთ-ერთ ასეთ ნიშაზე გესაუბრებით და ერთ-ერთ ასეთ მიმართულებაზე და კონტურზე მიგითითებთ, რომლის ათვისებასაც და რომლის სწავლასაც დღესვე თუ დაიწყებთ და ჩემი აზრით პროგრამირების საწყისებს და web development-ის საწყისებს ისწავლით, წლის ბოლომდე შეგეძლებათ, რომ საწყისები დაფაროთ და შემდეგ აი ამ მიმართულებას რომ მოკიდოთ ხელი, რასაც ახლა მე გეტყვით, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ძალიან კარგი, როგორც ფინანსური, ისე კარიერული მომავალი გელით, აი თუ გაახელთ თვალს არ ჩარჩებით წარსულში და აღმოვაჩენთ რეალურად ახლა რა ჭირდებათ კომპანიებს. იმისათვის რომ დავინახოთ ახლა რა ჭირდებათ კომპანიებს თუ ადამიანებს, და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხა რასაც ვიტყვი იმაში, მე ახლა რასაც ვიტყვი ეს არ ჭირდებათ მხოლოდ კომპანიებს, ამას ეს რამდენჯერ ვთქვი წეღან, ხო? ანუ აქამდე თუ ძირითადი დამკვეთები ვებგვერდების იყვნენ კომპანიები, აი ხა მე რასაც ვიტყვი, ამის დამკვეთები იქნებიან კომპანიები აუცილებლად და ყველა, აბსოლუტურად ყველა, რაც კი ბიზნესი არსებობს ამ სამყაროში, აბსოლუტურად ყველას დაჭირდება ეს და ასევე ეს საჭირო იქნება სხვადასხვა ჩვეულებრივი პროფესიონალებისთვის, რომლებიც სადღაც კომპანიაში შეიძლება მუშაობდნენ დამოუკიდებლად და კომპანიის გარეშე შეიძლება გახდნენ თქვენი კლიენტები, არა იმიტომ, რომ კომპანიას უნდა, შეიძლება კომპანიას ესე ცენტრალურად არ აინტერესებდეს ეს ადამიანი რამდენად გამოიყენებს რაღაც პროგრამულ უზრუნველყოფებს, მაგალითად რომელიმე იურისტი ან რომელიმე ტურისტული აგენტი ან რომელიმე გეოლოგი, რომელიც მასთან მუშაობს. არამედ მას აინტერესებს რამდენად ეფექტურია თავისი თანამშრომელი და აი თავის თანამშრომლები ერთმანეთს ეფექტურობაში კონკურენციას გაუწევენ იმით, რომ ვინ უფრო მალე მოახერხებს, რომ თავისი
საქმიანობა ეფექტური გახადოს აი იმ რაღაცით, იმ ტექნოლოგიითა და იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც ახლა მე გეტყვით და რომელში თქვენი დახმარებაც, თქვენი ანუ პროგრამისტების დახმარებაც დაჭირდებათ აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანებს, ყველა ინდუსტრიაში და ყველა ბიზნესს. რო ავხსნათ ეხლა რაზეა საუბარი, წარმოიდგინეთ აი ეხლა მე რასაც მოგიყვებით, ეს არის აბსოლუტურად ყველა რეალური ცხოვრებისეული მაგალითები, რომლებზეც წინა რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალურ ადამიანებს, სხვადასხვა პროფესიონალებს, სხვადასხვა ბიზნესის მენეჯერებს ვესაუბრე და უკვე რო ჭირდებათ და მზად არიან, რომ ასეთ რამეებში ფული გადაიხადონ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მაგალითად ესეთი სამუშაო, იურისტი ხართ და გჭირდებათ დაადგინოთ სხვადასხვა კონტრაქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. და თქვენი საქმის რაღაცა 80% არის ძალიან ისეთი რუტინა. რაღაცებს ამოწმებთ, რაღაცებს ადარებთ, არ ვიცი ხა სპეციფიკა როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა იურისტის, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ ასეთი საქმე გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ AI სამყაროში ცხოვრობთ და გინდათ, რომ ეს გააკეთებინოთ AI-ს. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად არსებობს ზოგადი, ასე ვთქვათ, ძირითადი მოდელები, LLM-ები, რომლებიც გაწვრთნილია ყველაფერზე და ზოგადი პასუხების მოცემა შეუძლია და შეიძლება საქართველოს კანონმდებლობაც ასე თუ ისე იცოდეს და შეეძლოს რაღაც პასუხების გაცემა, თლად ზუსტი და თლად სანდო მაინც არ არის და თან არ არის ინტეგრირებული შენ სამუშაო პროცესთან, შენ სტილთან, შენ რაღაც უნიკალური სტილი გაქვს, რაღაც შენი უნიკალური მიდგომით მუშაობ. და AI-ი ეს არ იცის. იმ AI-ი, რომლითაც შენ შეიძლება აკეთებდე რა ამ საქმეს, ეს არ იცის. რა შეიძლება ამისათვის გავაკეთოთ? არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელია, რომ აი თქვა, საქართველოს კანონმდებლობა დამუშავდეს ისე და ასე ვთქვათ, იქცეს ისეთი ფორმის მონაცემთა ბაზად, რომელშიც ძებნა იქნება შესაძლებელი სხვადასხვა ტერმინებით, სხვადასხვა არაუბრალოდ ტერმინებით, არამედ სხვადასხვა შინაარსით და ასე შემდეგ, ისე რომ შემდეგ აი ეს მონაცემები რაც რელევანტურია კონკრეტულად აი იმ ადამიანისთვის, რომ დაადგინოს კონკრეტული კონტრაქტის შესაბამისობა კონკრეტულ საქართველოს კანონმდებლობასთან ამ შემთხვევაში, აი ეს მონაცემები ასე ვთქვათ, კონტექსტის სახით მივაწოდოთ უკვე იმ LLM-ს, იმ რაღაცა ChatGPT იქნება ეს თუ სხვა დიდი ენის მოდელი, რომელიც ზოგადად ტექსტის გენერაციაზეა გაწვრთნილი, ძალიან ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზეა გაწვრთნილი, მაგრამ ფოკუსირებულად შეიძლება არ ქონდეს შენთვის სპეციფიური საქართველოს კანონმდებლობის ისეთი დამუშავებული ვერსია, რომელიც შენ გჭირდება და შენ საშუალება გაძლევს აი ეს ინტეგრაცია, რომ აი ამ სახით რაღაც ფორმით დამუშავებული, ოღონდ ისეთი ფორმით, რომ LLM-ისთვის გასაგები იყოს და ამის შესაბამის ტექნოლოგია არსებობს და ამაზეც გეტყვით ახლა რა და როგორ ხდება. რეალურად შენ როგორც პროგრამისტი საშუალებას აძლევ იმ იურისტს, რომელსაც ასეთ ინტეგრაციას გაუკეთებ, რომ ჩვეულებრივი AI მოდელი გამოიყენოს იმისთვის, რომ კონკრეტულად თავის საქმეზე დააფოკუსიროს. არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა გაათვალისწინებინოს გენერაციის პროცესში, პასუხების გენერაციის პროცესში, არამედ საკუთარი სტილი, საკუთარი მუშაობის უნიკალური ფორმატი თუ ფორმა რაც აქვს, ესეც კი შეუძლია ასახოს აი ამ LLM-ის მუშაობის პროცესში. ფაქტობრივად ჩაუფინოს და რეალურად თვითონ როგორც იმუშავებდა, ისე ამუშაოს. ანუ ფაქტობრივად შენ როგორც პროფესიონალი, როდესაც ხარ კარგი იურისტი და შენი უნიკალური სტილის გამო, შენი უნიკალური მიდგომის გამო გაქვს ბაზარზე ფასი, შენ არ გინდა რომ ეს დაკარგო, შენ არ გინდა რომ ეს რაღაცა ასე ვთქვათ, LLM-მა ჩაგანაცვლოს და ჩაანაცვლოს ეს, იმიტომ რომ შენ ამაში გიხდიან ფულს. და LLM-ი ესე პირდაპირ ამას ვერ ჩაანაცვლებს.
შენი გემო უნდა დაყვებოდეს, ასე ვთქვათ, შენს ნამუშევარს ამაში იხდიან ზოგადად, ამაში გიხდის შენი დამსაქმებელი ფულს, ხო? შესაბამისად, როცა ასეთი პერსონალიზებული, გჭირდება LLM-ი, რომელიც იქცევა პერსონალიზებულად ისე, როგორც შენ მოიქცეოდი შენს საქმეში. როცა ესეთი პერსონალიზებული solution-ი გჭირდება, ამ დროს ისეთი პროგრამისტი, რომელსაც შეუძლია რომ ამას მიგაღწევინოს, არის ძალიან ღირებული რესურსი. ამის ტექნოლოგია არსებობს. შესაბამისი, ასე ვთქვათ, გზა არსებობს, როგორ უნდა გააკეთდეს ეს და არ არის პრობლემა. მოდით ახლა მეორე კიდევ ერთი ვარიანტი განვიხილოთ. ამას წინათ მირეკავს ერთი ჩემი მეგობარი ნაცნობი, რომელმაც მითხრა რომ მეო ტურისტულ სფეროში მუშაობ და რაღაც გამოცდილება მაქვსო, ჩემი უნიკალური გამოცდილება მაქვსო, ჩამოყავსო სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან ტურისტებიო, საქართველოსშიო და მათ სხვადასხვა ექსპერიენსებს ტურისტულ გამოცდილებას ვთავაზობ. ძირითადად ტურებს ვუგეგმავ. იმის გამო რომ მეო ჩემი უნიკალური გამოცდილება მაქვსო, მე ასე ვთქვათ, ვიცი კონკრეტულად ქუთაისში რომ წავალ, სად რა უნდა გავაკეთებინო ამ ტურისტს, რა უნდა ვაჭამო, სად უნდა გავაჩერო, რა უნდა ვანახო. ასე შემდეგ. ოღონდ ეს მე ვიცი, სხვა ტურისტსო შეიძლება სხვა ტურისტულ აგენტს სხვა გამოცდილება შეიძლება ქონდეს, თავისი უნიკალურია. მე ჩემი მაქვსო. და ამ ჩემი უნიკალური გამოცდილებით კმაყოფილი ტურისტები და კლიენტები რომ ყავსო, ისინი რომ მიდიან უმერეთ ჩემზე ლაპარაკობენ და ამ ჩემი უნიკალური ექსპერიენსისთვის სხვებიც მოდიან ჩემთან. ასე პოზიციონირებს ადამიანი ბაზარზე. მე მინდა რომ ეს ჩემი უნიკალური გამოცდილება რაღაც მონაცემთა ბაზაში ავსახო, ისევ რომ მე სადაც ვაწყობ ტურებსო, ეს ბათუმი იქნება, აჭარა იქნება, ქუთაისი იქნება თუ კახეთი იქნებაო, ხო? სადაც ვაწყობ ტურებსო, ეს ყველაფერი მენაც თავში მაქვსო, ჩემი უნიკალური ექსპერიენსიო, ეს ყველაფერი ავსახო და დამეხმაროსო მე AI-ო, რომ მე ვეტყვიო, რომ რაღაცა მინდა აჭარაში 3 დღიანი ტური ან კახეთში 10 დღიანი ტური, დამიგენერიროსო ბევრნაირი ვარიანტები ისე, როგორც მე გავაკეთებდი ჩემი უნიკალური გამოცდილებიდან გამომდინარეო. მაგარი იქნება, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ამის საშუალება არის. როგორც გითხარით, არსებობს რაღაც ტექნოლოგია, რომელზეც ვისაუბრებ ახლა და შენ შეგიძლია როგორც პროგრამისტს, შეგიძლია რომ ასეთი ასე ვთქვათ, ტექნოლოგიის შესწავლით, ასეთი ტექნიკის შესწავლით ძალიან ღირებული გახდე იმ სფეროში, რასაც AI-ის გამოყენება ჰქვია და იმ სფეროში, სადაც ადამიანებს კონკრეტულად სჭირდებათ აბსოლუტურად ყველა პროფესიონალს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ფულს შოულობენ და მათი ფულის შოვნის სტრატეგია და მათი ფულის შოვნის საშუალება არის დამოკიდებული იმაზე და მომავალში კიდევ უფრო გახდება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტურები იქნებიან ისინი და რამდენად გაუწევენ კონკურენციას სხვებს. აი წარმოიდგინეთ იგივე ტურისტული აგენტი. მეუბნება რომ მე რაღაც კონკრეტული ტური გავაკეთო, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი ინფორმაცია თავში მაქვსო, რომ დავგეგმო გავაკეთო თავისი რაღაცა შეფასებით, ბიუჯეტით ასე შემდეგ ასე ყველაფრით, შეიძლება 1 ან 2 დღე დამეხარჯოსო რა. ბიუროკრატიული რაღაცა რუტინული საქმის კეთებაშიო. ხო და მე მირჩევნიაო რომ ეს დრო მარკეტინგზე და გარეთ ხალხის მოზიდვაზე დავხარჯო, თუ მექნება ისეთი იარაღიო, რომელიც აი მე როგორც ვაკეთებ ამ ტურსო, ისე გამიკეთებსო და რამდენიმე ვარიანტს შემომთავაზებსო თან, რომ აი თუ 3 დღე მაქვს აჭარაში, მაშინ სხვა რაღაცა 2-3 რაღაცა ვარიანტს შემომთავაზებს. თუ 5 დღე მაქვს იგივე აჭარაში, მაშინ კიდევ სხვანაირი უნდა შემომთავაზოს რამდენიმე ტური, ხო და რეალურად იმან რაშიც ის 1 და 2 დღეს ხარჯავს, შენ თუ იმას დაეხმარები ანუ მასთან ერთად 1 ან 2 თვე იმუშავება ახლოს და ასე ვთქვათ, დაეხმარები ის, რომ ის თავში რაც აქვს, ის გადაიტანოს ისეთ ფორმატში, რომ მე შენ შეძლო და ეს AI-ს ჩაუფინო და მე ამ AI-მ ამ ცოდნაზე დაყრდნობით აგენერიროს ტურები, ხო? წარმოიდგინე რომ ან ფაქტობრივად წამში შეგიძლია გაუკეთო წამებში შეგიძლია გაუკეთო ის, რასაც ის 1 და 2 დღეს ხარჯავს და ხო წარმოგიდგენია რამდენად უზრდი ეფექტურობას, ანუ რამდენად დიდი ღირებულება აქვს შენს მიერ შესრულებულ საქმეს იმ ადამიანისთვის,
ვისაც ამ საქმეს გაუკეთებ. და რეალურად ეს საქმიანობა, ეს ახლა მე გითხარით იურისტების შემთხვევაში ერთი, მეორე შემთხვევა ტურისტული აგენტის, კიდევ ერთი მქონდა გეოლოგი იყო ერთი ადამიანი, რომელმაც დამირეკა და ზუსტად იგივეზე მესაუბრა, აი ზუსტად იგივეზე. კიდევ ერთი იყო ლოჯისტიკის სფეროდან დამირეკა ადამიანმა და ასევე იგივეზე მესაუბრა. ფინანსების სფეროდან იყო ადამიანი, რომელმაც ასევე იგივეზე მესაუბრა. ანუ ზოგადად გლობალური ტრენდი აქეთკენ რომ მიდის და მიდიოდა და ზოგადად YouTube-ზე და ნიუსებში და ასე შემდეგ რომ უყურებ რაღაცებს, ეს ოკეი, მესმის, მაგრამ წარმოიდგინეთ მე ჩვეულებრივად ადამიანი რომელიც რაღაცა განსაკუთრებულად რაღაც დიდი IT კომპანია არ მაქვს და არაფერი, უბრალოდ ჩვეულებრივ მასწავლებელი ვარ, ჩემამდე მოდის უკვე მოდიან ადამიანები, რომლებიც აი ამას აქტიურად ითხოვენ. ანუ ფაქტობრივად არის უზარმაზარი ბაზარი. აბსოლუტურად ყველა პროფესიონალს დაჭირდება თქვენი დახმარება ამ მიმართულებით. ასეთი სისტემების და ასეთი აპლიკაციების კეთების. თუ ადრე ვებგვერდები ჭირდებოდა ყველა კომპანიას, ახლა ვებგვერდი კი არა, აი ასეთი სისტემები ჭირდება აბსოლუტურად ყველა კომპანიას პლუს აბსოლუტურად ყველა პროფესიონალს კომპანიის გარეშეც. და ეს ადამიანები მზად არიან, რომ ამაში ფული გადაიხადონ, რამდენი უნდა გადაიხადონ, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამაში უკვე მაგერ ხართ თქვენ, პროგრამისტები და გაუწიეთ ერთმანეთს კონკურენცია და გამოჩნდეს ბაზარზე ფასი რა უნდა იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ იმდენად ბევრია სამუშაო, რომ წარმოიდგინეთ, აი AI-ის გამო ეს ახალი სასწაულად მაგარი, ფანტასტიკური შესაძლებლობების მქონე ბაზარი გაჩნდა, რომელიც ჩემი აზრით უფრო დიდი იქნება, ვიდრე თავად web development-ი იყო ოდესმე. მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, აი ასეთი ნიშა, ახლა გაჩვენებთ რა ტექნოლოგიაზე საუბარი, მაგრამ აი ზუსტად ასეთი ნიშა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, სხვებიც იქნება. ანუ ეს ერთი კი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ სხვებიც იქნება. ესეთი იქნება დიზაინის მიმართულებითაც. ესეთი შეიძლება გაჩნდეს, არ ვიცი, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ესეთი ნიშები შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც თავისი მასშტაბით შეიძლება აღმოჩნდეს უფრო დიდი, ვიდრე web development-ი იყო ოდესმე. ამიტომ კითხვაზე, სანამ გადავალთ კონკრეტულად ამ ტექნოლოგიის განხილვაზე, კითხვაზე პასუხი, რომ ღირს თუ არა პროგრამირების სწავლა და ღირს თუ არა web ტექნოლოგიების სწავლა, კი ღირს ოღონდ არა იმისთვის, რომ სავიზიტო ბარათები გააკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებები შექმნათ თქვენი მომავალი პოტენციური კლიენტებისთვის. თუ ასე დაინახავთ დღევანდელ ბაზარს და აუწყობთ ფეხს აი ამ განვითარებას, მაშინ დამერწმუნეთ, არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ კარიერულად, არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ, რომ თქვენ აღარ არიოთ რელევანტური. პირიქით, ძალიან ბევრი საქმე გექნებათ. და რაც უფრო პროფესიონალი იქნებით, რაც უფრო ხარისხიანად გააკეთებთ, მით უფრო ბევრი ფულის შეოვნას შეძლებთ. აი ამ თქვენი საქმით, ზოგი ამას გააკეთებს ფრილანსინგით, ზოგი ამას გააკეთებს სამსახურს იპოვის შესაბამის. სააგენტოები გაჩნდება ძალიან მალე, თუ უკვე ზოგი ვიღაცები აკეთებენ უკვე ამას, მაგრამ ძალიან მალე, მათ შორის მეც ვფიქრობ, რომ გავაკეთო კომპანია, რომელიც ფოკუსირებული იქნება ზუსტად აი ასეთი გადაწყვეტილებების და გადაწყვეტების შექმნაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აი პროგრამირების საწყისების სწავლა და ვებ ტექნოლოგიების საწყისების სწავლა ისევ არის სუპერ რელევანტური და სუპერ მნიშვნელოვანი. საწყისების სწავლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაცა მაგალითად კონკრეტული რაღაც კომპლექსური ფრეიმვორკების სწავლა, აი React-ი ან Django რო აიღო ან ეგეთი ფრეიმვორკები, კი, ეგენიც მნიშვნელოვანია. ოღონდ საწყისები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეგენი დღესდღეობით. იმიტომ რომ საწყისები თუ კარგად იცი და კოდის დაგენერირებული კოდის გარჩევა თუ შეგიძლია და იმის შეფასება რამდენად ხარისხიანია და საჭიროების შემთხვევაში გადაკეთება თუ შეგიძლია, ხო? ძალიან შორს შეგიძლია წახვიდე, რომც არ იცოდე React-ი, რომც არ იცოდე Django, რომც არ იცოდე რაღაც კომპლექსური პროექტები, მაინც შეგიძლია ძალიან მაგარ შედეგებს მიაღწიო.
ამიტომ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ჩემს სტუდენტებს უკვე ამ მიმართულებით ვაფუშინგებ ზოგადად, რომ აი ასეთ განწყობას ვუქმნი, ჩემთან ჩელენჯებზეც ვინც მოდიან 21 დღიანი ჩელენჯი მაქვს, როგორც იცით, მათაც რეალურად ესე უსახავ, რომ რაღაც კურსს კი არ გადიან ჩემთან, რაღაც კონკრეტული პრაქტიკული დავალება აქვს და ამ პრაქტიკული დავალებიდან გამომდინარე ვამეცადინებ, ნოლიდან რომც მოვიდეს ადამიანი, პირველი რაც ვაძლევ არის რაღაც კონკრეტულ პრაქტიკულ სამუშაოს. და აი ამ სამუშაოს ირგული ვაშენებთ ცოდნას. არა, ანუ პირველად თეორიულ ცოდნას კი არ ვიღებთ კურსით და მერე რაღაცა ვცდილობთ რომ დავალებები და რაღაცები გავაკეთოთ, არა. კონკრეტული პრაქტიკული მიზანი გვაქვს და ამის ირგული ვაშენებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ აი თანამედროვე სიტუაციაში თანამედროვე მიდგომები არის სუპერ მნიშვნელოვანი და წარსულში არ უნდა ჩავრჩეთ. ადრე თუ მუშაობდა რომ 3, 4, 5, 6 თვე მოემზადე web development-ში და წახვალ და სავიზიტო ბარათების დამზადებას ისწავლი, ციფრული სავიზიტო ბარათების, რომელსაც web-გვერდებს ვეძახით, დღეს ეს იმდენად რელევანტური აღარ არის. კარგით, ეხლა მოდით ნახოთ რაზეა საუბარი. აი თქვენთვის გავამზადე ChatGPT-ს ესეთი პასუხი. მოდი ეს გავწიოთ ცოტა გვერდზე, რომ კარგად გამოჩნდეს. აი ესე. ჩვენერი. ანუ ტექნიკა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს და სხვადასხვა მიდგომებს, რომელზეც მე გესაუბრეთ, რომ თქვენ კონკრეტული რაღაც მონაცემები გაქვთ, რომელიც LLM-ს არ აქვს და თქვენ გაქვთ თქვენთვის უნიკალური თქვენ რაღაც უნიკალური ფორმით მოიპოვეთ ან შექმნით ეს მონაცემები მონაცემთა ბაზის ან რაღაცის სახით, რაღაც ინფორმაცია გაქვთ და გაქვთ აქეთ LLM-ი და გინდათ რომ ამათ შორის ინტეგრაცია გააკეთოთ ისე, რომ მიიღოთ ის შედეგი, რაზეც მე ვსაუბრობდი. ანუ თქვენზე მორგებული ჭკვიანური გენერაციის პროცესი ააწყოთ თქვენი მონაცემებიდან, იქნება ეს ტურისტული ტურების შესახებ ინფორმაცია, თუ იქნება ეს იურიდიული მომსახურების, თუ იქნება ეს რაღაც გეოლოგიაში, თუ ფინანსებში, თუ არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. RAG-ს ეძახიან, RAG, Retrieval Augmented Generation. ეს ტექნიკაა და მოდით ახლა ერთად წავიკითხოთ რა ტექნიკაა, თან მე რაღაცებს აგიხსნით გზა და გზა, რისგან შედგება და კიდევ ერთი ასე ვთქვათ ტერმინი უნდა აგიხსნათ, information retrieval ქვია კიდევ ასეთი თემა არის კომპიუტერულ მეცნიერებაში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის არ არის ახალი ეს თემა, მაგრამ აღმოჩნდა რომ დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესე იგი, RAG-ი არის, მოდი თან წავიკითხოთ თქვენთან ერთად. ეს არის AI-ს მუშაობის მეთოდი, რომელიც აერთიანებს ძებნას, retrievals, რომელზეც მე აქ ვისაუბრებთ, და გენერაციას. რათა მოდელმა მისცეს უფრო ზუსტი და კონტექსტით დაფუძნებული პასუხები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ენის მოდელი, როგორიცაა ChatGPT, პასუხს წერს თავის მეხსიერებაში არსებული ცოდნის საფუძველზე, რომელიც განახლდება მხოლოდ სწავლების დროს. ანუ ხო გქონიათ შემთხვევები, რომ ანუ რაღაცა AI გეუბნებათ, რომ აი ჩემი ინფორმაცია რაღაცა 2023 წლის 13 სექტემბრამდე არის თუ რაღაც არ ვიცი. და მეტი არ ვიცი გეუბნება და რა ტრამპა რომ მოიგო არჩევნები და რომ გეუბნებოდა რომ ბაიდენია ესა პრეზიდენტიო, ხო? ანუ ეგ მომენტი ნელ-ნელა სულ უფრო იხვეწება და სულ უფრო ახლდება და ახალ ინფორმაცია აქვს, მაგრამ ანუ ახალი ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ შენთვის რელევანტური ინფორმაცია აქვს. ანუ შენთვის რელევანტური ინფორმაცია შეიძლება მარტო შენ გქონდეს. შენი ბიზნესიდან აგროვებდი ამ ინფორმაციას და იმას არ გქონდეს LLM-ს რა. ამიტომ აი მაგ ინფორმაციის მიწოდება LLM-ისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროცესია და აი ეს არის ზუსტად ეს ტექნოლოგია. ხოლო სწავლების დროს RAG კი ამ პროცესს აუმჯობესებს. პასუხის გენერაციამდე ის ესმით ალბათ რომ თლად გამართული ქართულით არ წერია, მაგრამ არაუშავს. ის ქვეყნიდან, დოკუმენტებიდან და მონაცემთა ბაზიდან იღებს შესაბამის ინფორმაციას და შემდეგ ამ ინფორმაციას იენებს ტექსტის შესაქმნელად. როგორ მუშაობს RAG-ი?
კითხვა, მოთხოვნა, მომხმარებელი სვამს კითხვას. როგორც ჩვეულებრივ LLM-ის შემთხვევაში დავსვამთ კითხვას, ChatGPT-ს დავსვამთ კითხვას, იგივენაირად აქაც, მაგრამ სანამ LLM-ი პასუხს გაცემს, მანამდე RAG სისტემა ჯერ ამ კითხვის შესაბამის ინფორმაციას თავად იძიებს. ძებნის ფაზა აქვს retrieval-ის, სისტემა ეძებს შესაბამის ინფორმაციას გარედან იგულისხმება, რომ შენს კონკრეტულ ინფორმაციაში რაღაც შენი კონკრეტული პირადი მონაცემთა ბაზა რაც გაქვს იქ დოკუმენტების ბაზიდან, ვებსაიტიდან, API-დან, სპეციალური ცოდნის ბაზიდან, მოკლედ, რასაც მიაწვდი, ყველა იმ წყაროდან ეძებს ამ ინფორმაციას და მე მოდის გენერაციის ფაზა, მიღებული ინფორმაცია მიეწოდება ენის მოდელს კონტექსტად და ის ქმნის პასუხს ამ დამატებითი ცოდნის გამოყენებით. ანუ ფაქტობრივად ენის მოდელს შეუძლია საუბარი, შეუძლია დაალაგოს ინფორმაცია, გელაპარაკოს ასე შემდეგ, მაგრამ არ აქვს ის ინფორმაცია, რომლის შესახებაც შენ გინდა რომ პასუხი მოგცეს. ამიტომ შენ ჯერ ამ ინფორმაციას უმზადებ და აძლევ კონტექსტის სახით და ამ ინფორმაციის საფუძველზე გცემს მერე პასუხს. ანუ ფაქტობრივად სანამ გიპასუხებს, მანამდე ამ ინფორმაციას ჩაუფენ შენ აი ამ RAG-ის გამოყენებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? განახლებული ინფორმაცია შეგიძლია მიიღო პასუხები ახალი მონაცემების მიხედვით, თუნდაც მოდელი ძველი იყოს. ზუსტი პასუხები, განსაკუთრებით ტექნიკურ, იურიდიულ ან სამეცნიერო თემებზე, სადაც დეტალები მნიშვნელოვანია. ანუ ჰალუცინაციები რო არ დაემართოს, რო შევამციროთ ჰალუცინაციები, არასწორი პასუხები რო არ გაქცეს და ასე შემდეგ, რაც შეიძლება ზუსტი რო იყოს, აი ამისთვის. პერსონალიზაცია, აი რაზეც გესაუბრეთ მე, RAG შეუძლია კონკრეტული კომპანიის ან პირადი დოკუმენტების გამოყენება, რომ პასუხები იყოს მორგებული იმ კონკრეტულ კომპანიაზე ან ადამიანზე, ვინც ამას აკეთებს. რეალური გამოყენების მაგალითები, კორპორაციული ჩატბოტები, რომლებიც პასუხობენ კომპანიის შიდა დოკუმენტებზე დაარნობით. სამეცნიერო კვლევები ეძებს სტატიებს PubMed-ში და აკეთებს რეზიუმეს. ოკეი, პროგრამირების ასისტენტები, კოდის ფრაგმენტების ძებნა GitHub-ში და ახსნა. ხო, სულ დამავიწყდა მე თქვა, რომ აი რა კოდის საწერ იარაღებს რასაც ვიყენებ, მაგალითად Cloud კოდი, კურსორი, კოდექსი იქნება, რაც იქნება მოკლედ რა, ეს LLM-ები რაც იყენებენ, კი ის LLM-ები შეიძლება გაწვრთნილები არიან სპეციალურად კოდის წერაზეც ვიღაცებმა ბოლო ვერსიებში, განსაკუთრებით Cloud-ი გაწვრთნილია კოდზე, მაგრამ დამატებით აი ამ მიდგომას RAG-ის მსგავს ტექნიკას იყენებენ იმისთვის, რომ ანუ LLM-მა ხო არ იცის კონკრეტულად შენ კოდზე ხო არ არის გაწვრთნილი. და შენ კოდზე ამუშავებ, შენს კონკრეტულ პროექტში ჩასვავ და ეუბნები რომ აი აქ ნახე რა ხდება და გამიკეთე რაღაც ეს ფიჩერი ან დამიფიქსე ეს ბაგი და რო აკეთებს ამას, როგორ აკეთებს. ანუ ფაქტობრივად შენი კოდიც სინამდვილეში შენი პერსონალიზებული მონაცემთა ბაზაა, ინფორმაციის წყაროა, რომელსაც აი ამ ფორმით, ასე ვთქვათ, შლის ამ ყველაფერს. შინაარსობრივ რაღაცა კავშირებს ადგენს შენი კოდის სხვადასხვა ნაწილებს შორის და სანამ პასუხებს გეტყვის და სანამ რაღაცა ცვლილებებს შემოგთავაზებს, მანამდე ამ შენს ინფორმაციას ჩაუფენს, ასე ვთქვათ, LLM-ს, როგორც ერთ კონტექსტის ფენას, ასე ვთქვათ. და ამას აკეთებს ჭკვიანურად იმის მიხედვით, შენ რასაც ეუნები და შენ რასაც კითხავ, იმის მიხედვით შენს ფაილებში და შენს კოდში კონკრეტულ ადგილებს ეძებს ჯერ სად უნდა ასე ვთქვათ, საიდან უნდა აიღოს კონტექსტი მაქსიმალურად სწორად და ეფექტურად და იმ კონკრეტული ადგილებიდან ამოღებულ კონტექსტს ჩაუფენს და იმიტომ არის ესე ეფექტური შენსავე კოდზეც რო ამუშაო და კარგად რო მუშაობს. აი ზუსტად ამიტომ არის რა ეს ტექნოლოგია და ანუ ფაქტობრივად ჩვენ ყოველდღიურად ამ ტექნოლოგიას ვეხებით, იგივე კურსორის, იგივე Cloud კოდის, იგივე Copilot-ის თუ სხვებს როცა ვიყენებთ, მაგრამ არც კი ვფიქრდებით, რომ რა ტექნოლოგიაა ეს და მარტო კოდის გენერაციაზე კი არა, აი უამრავ სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებით გამოყენება შესაძლებელია ამ RAG-ის. როგორ შეიძლება დავიწყოთ, საიდან შეიძლება დავიწყოთ RAG-ის განხილვა, ასე შემდეგ. არის ესეთი საიტი learnprompting.org, სადაც ზოგადად პრომპტინგზე არის ბევრი რამე საუბარი, მაგრამ ასევე აქ არის RAG-ის შესახებ ინფორმაციაც და რანაირი RAG-ები არსებობს და ასე ვთქვათ, ეს ცოტა მშრალი, მაგრამ კარგი საწყისი წერტილია, რომ RAG-ში გაერკვეთ. მაგრამ RAG-ი წარმოიდგინეთ როგორც
აი როგორც რაღაცა პროგრამისტი რო ეტყოდი რომ აი რაზე მუშაობ, რა სტეკზე მუშაობ და რო გეტყოდა რომ აი მე რაღაცა LAMP სტეკზე მუშაობ თუ რაღაცა PHP-ს და MySQL-ის და Apache-ს იმებზე მუშაობ და მაშინ აი LAMP სტეკზე მუშაობ. მე რაღაცა React developer-ი ვარ, მე ის ვარ, მე ეს ვარ, რაღაცებს რო გეტყოდათ, ხო? აი წარმოიდგინეთ რომ აი რაგიც არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, ერთ-ერთი ბილიკია, რომელიც თლად ბოლომდე განსაზღვრული არ არის რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ უკვე იმდენად არის განსაზღვრული, რომ საშუალება გაქვთ, რომ ის ამის კარგად შესწავლის შემთხვევაში და კარგი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები თუ გაუკეთეთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ძალიან მაგარ შედეგებზე შეგიძლიათ გახვიდეთ. გამოცდილებაც მაგარი მიიღოთ, უმაგრესი პორტფოლიო პროექტია რომ ადგეთ მართლა და რომელიმე ტურისტულ აგენტს გაუკეთოთ. აი ეს, რადგან მე გესაუბრებოდით ამ ვიდეოში. ან რომელიმე იურისტს, ან ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, რომელიმე მაღაზიის ფლობელს დაეხმაროთ იგივე იმით, ან არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან პატარა ბიზნესი შეიძლება იყოს, ვიღაც პროფესიონალი, რომელიც საერთოდ ბიზნესი არ არის, მაგრამ თქვენი მეგობარი ან ათესავე ოჯახის წევრია და რაღაც საკეთებს, ხო? სულ რო უფასოდ გაუკეთოთ და ამაში გამოცდილება მიიღოთ, დამერწმუნეთ, აი თქვენ უმაგრესი სკილები გეკნებათ რა. შესაბამისად, აი ეს რაგს მოკლედ ჩაუჯექით გარჩეთ, ამას დაგილინკავთ LearnPro. სხვადასხვა ეს ძალიან მაგარი საიტია. თუ რამე AI-ზე ფასიანი კურსები გინახავთ, ქართულიც და ინგლისურიც, აბსოლუტურად ყველა აქედან იღებს ყველაფერს, ყველა ინფორმაციას. ოღონდ ეს უფასოა რო იცოდეთ რა. და ანუ როგორ უნდა ასე ვთქვათ, ველაპარაკოთ AI-ის და ბევრი რაღაცები არის აქ და მათ შორის რაგიც არის განხილული როგორც ერთ-ერთი ტექნოლოგია, მაგრამ სხვა ბევრი რამე არის, სურათების გენერაცია, სურათების გენერაციაში როგორ უნდა ვიყოთ ეფექტური, prompt hacking-ი რა არის, რაღაც advanced design-ის მიმართულებებიც არის, მაგალითად როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალ-მედია მარკეტინგში, მაგაზეც არის, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაზე არის აქ ჩაშლილი ინფორმაცია და შეგიძლიათ ნახოთ და მათ შორის რაგი რა არის, აქედან შეგიძლიათ გაეცნოთ. მოკლედ ეს ოქროს რესურსია AI სამყაროში ყველა მიმართულებით და ამას დაგილინკავთ. კარგით, მოკლედ რაგზე ვისაუბრეთ, მაგრამ რაგი შედგება ერთი მნიშვნელოვანი ასპექტისგან და ეხლა მე გეტყვით, ანუ წარმოიდგინეთ რაგს ისწავლის აბსოლუტურად ყველა, ვინც აქამდე web development-ს სწავლობდა, ცოტა ჭკუა უჭრის და ცოტა ინტელექტი აქვს, ისინი ყველანი ნელ-ნელა აღმოაჩენენ ამას. როგორც ახლა თქვენ აღმოაჩინეთ ამ ჩემი ვიდეოს ნახვით, ყველა აღმოაჩენს ამას და აი ფაქტობრივად ნელ-ნელა დეველოპერები მიაწყდებიან ამას, იმიტომ რომ გამოჩნდება, დამტკიცდება ბაზარზე. რამდენიმე დეველოპერიას გამოვა და იტყვის, რომ აი მე რაგით გავუკეთე ვიღაცას ეს და ის ვიღაცა ძალიან კმაყოფილი რომ აღმოჩნდება, ხო? მე სხვების დაინახავთ უკვე, რომ ვა რა მაგარია და ანუ მიაწყდება ყველა ამის სწავლას. იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან გვიყვარს წინასწარ განსაზღვრული რაღაცა უკვე ასე ვთქვათ გარანტირებული გზები. არაფერი გარანტირებული ზოგადად არ არის არასოდეს და ეს web development-ის ბაზარზე გამოწვეულმა ცვლილებებმა აჩვენა ეს რომ გარანტიები არ არსებობს. მაგრამ ამ ეტაპზე აი ეს ძალიან პოპულარული ტექნოლოგია იქნება როგორც ჩანს და არის უკვე და შესაბამისად მიაწყდება ყველა დეველოპერი ამის სწავლა. ანუ აქამდე თუ იძახდნენ რაღაცა სტუდენტები რომ მე ფრონტენდის სწავლა მინდა, ეხლა ყველა მოვა ძალიან მალე შემდეგი წლის ბოლომდე როგორც მინიმუმ ესე მოხდება, რომ ყველა მოვა ჩემთან და მეტყვის რომ მე რაგის დეველოპერი მინდა გავხდე ძმაო. და ანუ ჩემი სასწავლო პროგრამებიც გადალაგდება ისე რომ რაგის დეველოპერებს მომამდათ. მაგრამ რას ნიშნავს რაგის დეველოპერი? ანუ შენ უნდა იცოდე როგორც მინიმუმ Python-ი და JavaScript-ი ჩემი აზრით, იმისთვის რომ აზე იყო, უნდა იცოდე ვებ ტექნოლოგიები, საფუძვლები როგორც მინიმუმ და კიდევ რაღაც, ასე ვთქვათ, დამატებითი დეტალები უნდა იცოდე, მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობა უნდა იცოდე, SQL-ი როგორც მინიმუმ და მერე კიდევ რაღაცა მონაცემთა მუშაობა, ასე ვთქვათ, მონაცემთა ვიზუალიზაცია თუ მონაცემთა ანალიზი თუ ზოგადად მონაცემთა მეცნიერების სამყაროში ფეხის შექმნის ძალიან მაგარი გზა არის რა. და მე ეს გზა სხვათა შორის აქ არ ჩერდება. აქ თუ კარგად გაერკვევით, machine learning-ისკენ მიმავალი და ზოგადად AI იარაღების შექმნისკენ მიმავალი ძალიან მაგარი ბილიკია ეს.
მაგრამ არ არის აუცილებელი ეგრე გაართულოთ, გაცილებით უფრო ადრეც შესაძლებელია ღირებულების შექმნა და ფულის შოვნა, სანამ აი machine learning-ის hardcore, ასე ვთქვათ, გადაწყვეტების შექმნამდე მიხვალთ, მანამდეც კი შესაძლებელია გაცილებით დაბალი კომპეტენციით ამით შედეგებზე გასვლა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ისწავლის რაგს, მაგრამ ეხლა მე გეტყვით, როგორ უნდა გამოირჩეოდეთ იმათგან, ვინც რაგს ისწავლის და რაგის შესაბამის solution-ებს შესთავაზებს ბაზარს. და აი აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამას ძებნას retrieval რო ქვია ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოდით ახლა გადავიდეთ და ვნახოთ რას გულისხმობ ამაში. რაგი დგას რაგის ასე ვთქვათ მუშაობის პრინციპი როგორც წეგან ვთქვით არის ესე რომ შენ რაღაცას ეკითხები ის მე ინფორმაციას ეძებს ის რამე ელემენტი კი არა შენი სისტემა უკვე მზად უნდა იყოს იმისთვის რომ შენ რაც კითხე იქიდან გამომდინარე ინფორმაცია სწორად მოძებნოს რელევანტური ინფორმაციები იპოვოს თქვათ 1000-ობით ან 10000-ობით დოკუმენტში და ერთმანეთთან კავშირი დაადგინოს ამათი და ეს ინფორმაცია სწორად შინაარსობრივად დალაგებულად მოგაწოდოს. და მე ეს ინფორმაცია კონტექსტის სახით უნდა ჩაუფინო შენ LLM-ს, რომ მე ის საბოლოოდ ის შედეგი მიიღო, რაც გინდა. აი ეს კონკრეტული მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ინფორმაციის ამოღების, ინფორმაციის information retrieval მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ყველა ვინც რაგს ისწავლის, აბსოლუტურად ყველა ექნება ძალიან დაბალი კომპეტენცია information retrieval-ის ტექნიკებზე. და გამოიყენებენ მზა იარაღებს ძირითადად და გამოიყენებენ მზა ტექნიკებს ძირითადად და არ ექნებათ წარმოდგენა სინამდვილეში information retrieval-ი მართლა როგორ მუშაობს და მართლა რა არის. და თქვენი უპირატესობა იქნება იქ, ანუ თქვენ თუ გინდათ რომ აი არაუბრალოდ საშუალო ჩვეულებრივი დეველოპერი როგორ ფულსაც იშოვის, მაგდენი ფული იშოვოთ, არამედ გაცილებით მეტი ფული თუ გინდათ რომ იშოვოთ, ხო? და გაცილებით უფრო ეფექტური იყოთ, ხო? მაშინ აი ეს არის ფაქტობრივად რაც არის ამ რაგის კაპოტის ქვეშ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რაზეც რაგი დგას, არის აი ეს information retrieval-ის პროცესი, ტექნიკა და მიმართულება, რომელიც უნდა დაამხეცოთ, აი უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, აი რომ წარმოიდგინოთ, რომ ის დეველოპერი, რომელმაც ოდესღაც უბრალოდ იცოდა, როგორ უნდა დაეწერა რაღაცა მარტივი კოდი to-do აპლიკაციის მსგავსი აპლიკაცია და ოღონდ არ იცოდა JavaScript-ი კარგად როგორ მუშაობს, არ იცოდა რაღაც სემანტიკური HTML-ი რას ნიშნავს, არ იცოდა CSS-ი კარგად როგორ დაელაგებინა და CSS არქიტექტურა რა არის და ამ შემდეგ ეს ყველაფერი არ იცოდა, მაგრამ ნუ ახლა script კიდი იყო და შეეძლო რომ შეეწებებინა ერთმანეთზე რაღაცები და შედეგს გასულიყო. აი ეგეთი ტიპები იქნებიან ისინი, ვინც მხოლოდ რაგს ისწავლიან, მაგრამ თქვენ ის ადამიანები, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, იქნებით ის ტიპები, ვინც არაუბრალოდ რაგს ისწავლით, არამედ ინფორმაციის retrieval-საც ისწავლით იმ დონეზე, რომ კაპოტის ქვეშ რა ხდება, ეს გეცოდინებათ შინაარსობრივ კონცეპტუალურ დონეზე და შეძლებთ, რომ გაცილებით მაღალი კომპეტენცია აჩვენოთ და თქვენი თავი წარმოადგინოთ როგორც გაცილებით მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანი. მოდით ახლა წავიკითხოთ რას ნიშნავს რა არის ეს information retrieval-ი. ეს არის კომპიუტერული მეცნიერების სფერო, რომელიც სწავლობს ინფორმაციის მოძიების, შენახვისა და წარდგენის მეთოდებს, განსაკუთრებით დიდი მოცულობის მონაცემებთან. მოკლედ რომ ვთქვათ, IR სისტემები იქნება იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სწრაფად იპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია უზარმაზარ მონაცემთა ბაზაში ან დოკუმენტების კოლექციაში. ძირითადი იდეა. მონაცემები ინახება სტრუქტურირებულად ან არასტრუქტურირებულად, მაგალითად ტექსტები, სურათები, ვიდეოები. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ძებნაზე საუბარი არის არა მხოლოდ ისეთ მონაცემთა ბაზაში, რომელიც რაღაცას რაღაც სტრუქტურა აქვს, რაღაც შინაარსს ატარებს ეს სტრუქტურა, არა. ანუ შეიძლება სრულიად არასტრუქტურირებული მონაცემები იყოს და ამაში ძებნის ძალიან მაგარი ასე ვთქვათ, ტექნიკები და მეცნიერულად დადგენილი, ასე ვთქვათ, ალგორითმები და მიდგომები, როგორია, ამას გულისხმობს IR-ი.
სისტემა იღებს მოთხოვნას, მაგალითად საკვანძო სიტყვების ფორმით. სისტემა აფასებს, რომელი დოკუმენტებია ყველაზე მეტად შეესაბამება მოთხოვნას, ოკეი. შედეგები ეწყობა რელევანტურობის მიხედვით, ხო, შინაარსობრივ რელევანტურობასაც ადგენს შედეგების სას. და სულაც არ არის ეს ახალი ტექნიკა, აი მაგალითად Google-ის search-ი ზუსტად ესე ამ ტექნიკების გამოყენებით მუშაობს. იმიტომ არის Google-ის search-ი ძალიან მაგარი, რომ აი ესე მუშაობს ამის გამოყენებით. YouTube-ის search-ი, Wikipedia, ყველა search-ი ფაქტობრივად რაც კი მოგწონს და გამოგვენებია ამის გამოყენებით მუშაობს. E-commerce სერვისები, კორპორაციული არქივები, მოკლედ უამრავი ყველაფერი, რასაც სადაც რამე ძებნა და თან შინაარსობრივ ძებნაზე საუბარი, შენ რო Google-ში რაღაცას ჩაწერ და ის რო შინაარსობრივად ხვდება რაღაცას და შეიძლება შენ რა keyword-ებით ჩაწერე, ის keyword-ები სულაც არ იყოს ნახსენები იმ ვებგვერდზე, რომელიც Google-მა ამოგიგდო, მაგრამ შინაარსობრივად ის იყოს რაც შენ გინდა. აი ამას როგორ ახერხებს, როგორ და აი ამ IR ტექნიკების გამოყენებით და ამის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძებნა ისეთი ამბავია, აი ამ პროცესში, აი ამ რაგის გამოყენების პროცესში, რომ რაც უფრო ეფექტური იქნები შენ ძებნაში და რაც უფრო ეფექტურად შეძლებ, რომ არასტრუქტურირებული დიდი მონაცემებიდან ამოიღო კონტექსტურად სწორი ინფორმაცია და მერე ჩაუფინო LLM-ს, მით უფრო პროდუქტიული და მით უფრო მაგარი იქნება შენს მიერ მოწოდებული გადაწყვეტილება იმ პროფესიონალებისთვის და იმ კომპანიებისთვის, ვინც შენს სოლუშენებს გამოიყენებს. ამიტომ ალტერნატივა არ აქვს ჩემი აზრით ამის ცოდნას, იმის მიუხედავად, რომ კაპოტის ქვეშ რაც არის, იმაზეა საუბარი. ეხლა თუ ამას ისწავლით, ძალიან მაგარ შედეგებზე შეიძლება გახვიდეთ. ძირითადი ტექნიკები და ტექნოლოგიები, ინდექსაცია, მონაცემების ინვერტირებული ინდექსის შექმნა, რათა ძიება იყოს სწრაფი. სხვადასხვა ინვერტირებული ინდექსი ძალიან საინტერესო რამეა. ცოტა ისეთი ანეკდოტური ინციდენტის გამო ქვია ინვერტირებული ინდექსი სინამდვილეში ინვერტაცია ქვია სულ სხვა რამის გამო, მოკლედ bitwise ტექნიკა და ძალიან საინტერესო რამეა. Ranking ალგორითმები, შედეგების დალაგება რელევანტურობის მიხედვით. მაგალითად TF-IDF-ი ძალიან საინტერესო რამეა. და ან რაღაცა თანამედროვე ნეირონული მოდულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ მე პირადად ძალიან შემიყვარდა ეს ზოგადად რაგი იმის გამო, რომ ძალიან პრაგმატული და პრაქტიკული და ღირებული რამე იქნება. უკვე არის და მომავალში ძალიან ღირებული იქნება და რაგის ქვეშ კიდევ ეს ტექნოლოგია ძალიან მომეწონა მოკლედ. და მეც ისე როგორც აი თქვენ რასაც გირჩევთ, ჰაერზე არ გირჩევთ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც გეუბნებათ, რომ მიდი ახლა ეს ისწავლე და წარმატებული იქნები. არა. ანუ მე გეუბნებით იმას, რასაც მე თვითონ თავად ვაკეთებ. მე თვითონ თავად ვსწავლობ ამ ყველაფერს. და მზად ვარ, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ მე ნელ-ნელა. და ეხლა ასე თქვა, ვისაც გინდათ რომ დაიწყოთ აი ეს ვიდეო ზუსტად თქვენთვის ვამზადებ რა. ამ ვიდეოს და ნელ-ნელა თან მეც უფრო კომპეტენციას გავიზდი და კიდევ უფრო უკეთეს ვიდეოებს შემოგთავაზებთ ამ მიმართულებით. Query expansion-ი, natural language processing-ი ისეთი ტერმინებია, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ნელ-ნელა სასწავლი და გასაგებია. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს AI-სთან და რაგთან, ანუ information retrieval-ს, ანუ ინფორმაციის ამოღებას, რა კავშირი აქვს რაგთან და AI-სთან. თანამედროვე IR-ი ხშირად ერთიანდება AI ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით vector search-თან და retrieval augmented generation მიდგომებთან, სადაც AI ეხმარება მოთხოვნის გაგებას, ქართულად სწორად გამართული არ არის, მაგრამ ოკეი, ძიება ხდება ვექტორულ სივრცეში, მოძიებული შედეგები მიეწოდება ენის მოდელს, რომ შეიქმნას გაღრმავებული კონტექსტური პასუხი. თუ გინდა შეგიძლია არ გვინდა, აი, ოკეი. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, დღევანდელი ჩვენი ვიდეო, რა ხდება? თუ წარსულში რჩებით, მაშინ არაფერს აზრი აღარ აქვს. თუ თქვენი ოცნება იყო, რომ ყოფილიყავით სავიზიტო ბარათების ვებ დეველოპერი, მაღალი ხელფასით, ვეღარ იქნებით. Sorry. მაგრამ თუ თვალს გაახელთ, დაინახავთ არა მხოლოდ რაგს,
რაზეც დღეს გესაუბრეთ. არამედ დაინახავთ შესაძლებლობების ძალიან დიდ სამყაროს და დაინახავთ პროგრამირებისა და ვებ ტექნოლოგიების უნარებს, როგორც სუპერ ძალებს ამ სამყაროში. შეგეძლებათ, რომ ძალიან შორს წახვიდეთ. აი ახლა ის მომენტია და ის მდგომარეობა, როცა აი 5-10 წლის წინ რო გეთქვა რომ პროგრამისტი ვიყავიო და უმეტესად ადამიანებისას რო არ ესმოდა რას აკეთებდი, ხო? და ეხლა რო ყველა მიცის დაახლოებით რას აკეთებ, ხო? ეხლა ზუსტად ის მომენტია AI იარაღების გამოყენების სამყაროში. ეხლა შენ შეგიძლია იყო ახალი ჯადოქარი. შემდეგი 5-10 წელი მინიმუმ იქნება აი ახალი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების, ახალი ტრენდების ათვისების ხანა. რაგი არის ერთი მიმართულება მხოლოდ, რომელიც გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან ბევრი სხვა მიმართულებები არსებობს და სხვა სფეროები და ტექნიკები და კიდევ უფრო ბევრი გაჩნდება. და არავითარი რაღაცა ჩაგვანაცვლებს AI developers, არავითარი მსგავსი საშიშროება არ არსებობს, თუ შენ წარსულში არ ჩარჩები. კი, შენ საქმეს შეიცვლება, შენი საქმე ტრანსფორმირდება, სულ სხვანაირი გახდება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ინტერესდება კონკრეტული ტექნოლოგიებით, ამ ტექნოლოგიების ერთმანეთთან შეერთებით, ინტეგრაციით, დეტალები აინტერესებს, დეტალებში ხედავს ღირებულებას, ამ დეტალების კომბინაციით ქმნის ახალ უნიკალურ გადაწყვეტებს. ასეთი ადამიანი თუ ხარ, ყოველთვის ღირებული ხარ. არ აქვს მნიშვნელობა პროგრამირების სამყარო როგორ ვითარდება, არ აქვს მნიშვნელობა AI როგორ ვითარდება. შენ თუ ამას ფეხს უწყობ, ყოველთვის ღირებული ხარ. ამიტომ არ შეგეშინდეს. დაიწყე სწავლა, თუ პროგრამირების სწავლა გინდა, დაიწყე დღესვე. დაიწყე რაც შეიძლება სწრაფად. რო დაიწყებ, აღარ გაჩერდე. აიღე 21 დღიანი ჩელენჯი მაგალითად BitCamp-ის. და მიყევი მას ბოლომდე არც ერთი დღე არ ჩააგდო. იმიტომ რომ ჩაგდებები ყოველთვის ფეხს წამოგიდებს. მაგრამ დაიწყე. არ ვიცი, ნუ დაიწყე BitCamp-ის ჩელენჯით, შენით დაიწყე. შენ მოუწყე შენ თავს ჩელენჯი, რა მნიშვნელობა აქვს? აგერ სულ იდეაში უფასოდ მიდევს მთელი Python-ის კურსი BitCamp-ის საიტზე. თუ არ იცით, დააკომენტარეთ კომენტარებში და დაგილინკავთ სულ უფასო კურსს. არაფერი არ დაგჭირდებათ. 200-ზე მეტი გაკვეთილია. თუ დამატებით დახმარება დაგჭირდებათ ჩემი, ოკეი, მოდით ჩელენჯზე. და ყოველკვირეულად გამეცადინებთ. არც ეგ არ არის პრობლემა. მაგრამ დაიწყეთ. და აი, ნაბიჯი გადადგით. ნუ ხართ გაურკვევლობაში, ნუ ხართ უმოქმედოდ, გაურკვევლობის გამო, ნუ ხართ უმოქმედობაში. ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ როცა ახლა უმოქმედობაში ხართ, ვიღაცეები მოქმედებენ, ვიღაცეები სწავლობენ, ვიღაცეები ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამენ უკვე. და რადგან თქვენ უმოქმედობაში ხართ, თქვენ უკვე ჩამორჩებით მაგ ვიღაცეებს და ნუ იზავთ მაგას, ნუ გაუკეთებთ საკუთარ თავს ამას. გადადგით მოკლედ ეს ნაბიჯი და ტექნოლოგიების სამყარო მუდმივად ყოველთვის არის ისეთი, რომ მუდმივად მაოცებდა და დღემდე მაოცებს იმ შესაძლებლობების რაღაცა უსაზღვრო სამყაროთი, რომელსაც ის გვთავაზობს და მოდით ერთად ვიხეიროთ ამ ყველაფერზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, დამისაბსკრაიბდით არხზე და კომენტარებში მითხარით რა გაინტერესებთ აი ამ რაგის შესახებ, ზოგადად რა გაინტერესებთ, ყველაფერი მკითხეთ და ვეცდები შემდეგი ვიდეოები იმ თემებზე მოვამზადო, რაც ჩემს საბსკრაიბერებს მოგწონთ და მოგეწონებათ და გაინტერესებთ. აბა დროებით.